აჭარის კულტურის სამინისტროს მიერ ინიციირებული პროგრამის მუსიკალური ბათუმი 2025 ფარგლებში გონიოს ციხის ტერიტორიაზე ხალხური სიმღერის ანსამბლ მართვის კონცერტი გაიმართა. ანსამბლის მენელის წინაშე მრავალფეროვანი და საინტერესო პროგრამით წარსდგა. საღამო ფოლკლორისტისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნას მიეძღვნა. ღონისძიებას აჭარის კულტურის მინისტრი, ბათუმის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ეს არის საოცრება, რასაც მე მოусმინე დღეს კიდევ ერთხელ. ეს არის ძალიან დიდი ეროვნული საქმე, ეს არის ის, რაც მან დატოვა და მე ვარ ბედნიერი, რომ ამის საშუალება მოგვეცა, რომ ჩვენ დღეს აჭარაში შევძელით გონიოს ისტორიულ ციხეზე ეს ყველაფერი აგვესახა. წარმოდგენილი იყო ანსამბლ მართვის ტრადიციული რეპერტუარი, ასევე მოცეკვავეები იყვნენ ჩვენთან ერთად, ჩვენი მართვის მოცეკვავეები და ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღევანდელი ღონისძიება მიეძღვნა დიდ ანზორ ერქომაიშვილს. ჩვენ რა თქმა უნდა კვლავ დავბრუნდებით აჭარაში და სხვადასხვა ადგილას ჩვენს ულამაზეს აჭარაში გავამართავთ სოლო კონცერტებს.